ჩვეულებრივი რაღაცა მაფიოზური ის არის საუბარი, რომ ფული დამიბრუნეთ, 400 მილიონზეა თუ არ ვცდები ლაპარაკი. ხუმრობდით კიდევაც, რომ ამ ფულზე თუ გადააყოლა ქვეყანა აუგროვოთ თქო. როცა არ ერთვები და ამ შენი პირადი ინტერესების გამო ქვეყნებს შორის დიალოგს შლი ფაქტობრივად და ეს გამოჩნდა რომ ჩაშალა. ეს არ არის პირადი ინტერესების გამო არ მონაწილეობა პროცესის დაზიანება. სახელმწიფოს ინტერესები არ დავაზიანო და აი ყველა წინადადება კონტრასტროფებს შორის რომ წაიკითხო არის რომ მხოლოდ მის ინტერესებზეა საუბარი. ორივე მხარისთვის მომგებიანში რა იგულისხმება, მე მგონია რომ ფული დაიბრუნოს და არჩევნები ხო არც გარაცხობს. ბიძინა ივანიშვილი იყო მზად რომ საკუთარი ფული დიპ-სტეიტის დავალებით დაეხარჯა. და მე ანუ უცხოური გავლენის აგენტი უნდა და რა გამხდარიყო. იონე ფარას კანონით იჭერენ ბოლოს ბიძინა ივანიშვილს. აგერმე და აგერ მინდა დაგარწმუნოთ რომ მართლ პარტიაში არც ერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიმიღია გუნდის დარწმუნდი? ადგილზე გაარკვიეს რაც ხდება, მიიღეს უარი, მათი პრინციპული პოზიცია რომ მათ არ სურთ კობაქიძესთან საუბარი და ახლა ანუ ყველაფერს თავის სახელი გაერქმევა ალბათ. რა ხდება საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში, უпростоრად რა ხდება ქართული ოცნების და ამერიკის შეერთებული შტატების, კერძოდ ტრამპის ადმინისტრაციის ურთიერთობებში, აი ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს, მოგესალმებით. ბექა პატურაშვილი, თათო შარიქაძე, ეს არის Redline-ი, აქვე ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გამომწერებს, რომლებიც ერთგულად გვადევნებენ თვალს და ვინც ახლა აღმოაგვაჩინეთ, თუ მოგეწონებათ ჩვენი პოდკასტი, არ დაგავიწყდეთ, არ დაიზაროთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიწერეთ კომენტარები და ჩაერთეთ თემის განხილვაში. ნუ მოკლედ, პატარა პრეისტორია უნდა მოვყვეთ ალბათ, როდესაც საუბარი არის აი ბოლო პროცესებზე. ალბათ კარგი იქნება თუ ნიშნულად ავიღებთ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს, იმიტომ რომ იმ ფონზე რომ მანამდე იყო მკაცრი შეფასებები, იყო სანქციების შესახებ განცხადებები, იყო მეგობარი აქტი, რომელიც მიიღეს წარმომადგენელთა პალატაში და ეს პროცესები გრძელდება ამ ფონზე. ჩვენ ვნახეთ გარკვეულწილად აი ორ სახოვანი პროცესი. ერთის მხრივ თბილისში თავისუფლების მოედანზე არ იყო დიპლომატებისთვის განკუთვნილ ლოჟაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და მეორეს მხრივ ვნახეთ ტრამპის სახელით, ადმინისტრაციის სახელით გაგზავნილი წერილი მიხეილ ყაველაშვილთან, კი ბატონო, რაზეც დიდი ზარზეიმი მოყვა შემდეგ. იმდენად დიდი ზარზეიმი აქვე ჩავამატებ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამჯერ დადო ერთი და იგივე ნიუსი. ანუ სხვადასხვანაირი სათაური გაუკეთა, მაგრამ სამჯერ წარმოგიდგენთ, ანუ ერთი წერილი, ერთი და იგივე ტექსტი დადო სამჯერ. კი, და არა მარტო მედიამ, ნუ ეხა საზოგადოებრივი მაუწყებელი ახსენე და სხვა არხებზეც ეს და მათ ონლაინ პლატფორმებზე ძალიან აქტიურად გავიდა ეს წერილი და გარდა ამისა მე არ ვიცი შენ მოხვდა თუ არა თათო თვალში, ვინც კი ფრენდებში მყავს Facebook-ზე ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ან რომელიმე საჯარო უწყებაში მომუშავე პირი, რა ვიცი, ზოგი ძველი, ზოგი ახალი ნაცნობები, ყველასგან შემხვდა ეგ ქარდები გადაზიარებული რა. ხო, ეგ ხო დავალების შესრულება, ეგრეა. ეგრე ვრცელდება ინფორმაცია. ამის მიზანი იყო იმ დიდი დანაკლისის შევსების მცდელობა, რომ აი ლეგიტიმაციის კრიზისი არ დგას და აღიარება და ასე და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ყველაფერს წინ უძღოდა 26 მაისამდე ირაკლი კობახიძის წერილიც, რომელიც ტრამპს ქართულ ენაზე საკუთარ Facebook გვერდზე გამოუქვეყნა. ეგეც არ უნდა გამოგვჩეს. ხო, და რაღაც ისე აღიქვემებოდა თითქოს კობახიძემ დაავალა, რომ პასუხი გაეცა და თითქოს 26 მაისს ტრამპმა რაღაცა პასუხი დააბრუნა, რაღაც ესე შეფუთა. კი ბატონო, თუმცა აი ამ ორ ამბავს შორის არის ცალკე დიდი ამბავი თურმე. ძირითადად დღეს ამაზე ვილაპარაკებთ, რა არ გავრცელებულა დღემდე და რის შესახებ გავიგეთ. გავიგეთ ბიძინა ივანიშვილის წერილიდან, რომელიც არ ხვდება. კი, უпростоრად გავიგეთ ამერიკის საელჩოს გვერდზე გავრცელებული ინფორმაციიდან, რომ თურმე 22 მაისს ელჩ დანიგანს ჰქონდა მცდელობა და შეთავაზება, რომ შეხვედროდა პირადად ბიძინა ივანიშვილს და მისთვის გადაეცა მარკო რუბიოს გზავნილები
თუმცა ამ ეს მარკო რუბიო ხაზგასმით რომ კიდე გავახსენოთ ადამიანებს მარკო რუბიო რომელმაც ძალიან კრიტიკული პასუხი გასცა ჯონ უილსონს როცა თქვა რომ ამ რეგიონში ანტიამერიკული განწყობების ქვეყანა მათ არ ჭირდებათ და ისინი ამ ყველაფერს იღონებენ ამისთვის. ანუ მნიშვნელოვანი იყო იმ კაცის გზავნილი მისულიყო ქართულ ოცნებამდე, მაგრამ ამისთვის კარი დაუკეტეს. კი, და მაგაზეც რაღაც ინტერპრეტაციები იყო, რომ თითქოს ეს არ იყო რაღაც კრიტიკული განცხადება. მოკლედ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებელი აი ამ პროცესებს მიყვება, ჩვენი მხრიდან შევეცდებით, რომ ეს თანმიმდევრობა დავიცვათ და შევინარჩუნოთ იმისთვის, რომ რაღაცნაირად მთლიანად კონტექსტი კარგად აღვიქვათ, რასთან გვაქვს საქმე. ხო, ანუ ეგ განცხადება იმ კითხვის პასუხას თავიდან ბოლომდე კითხვის კონტექსტი როგორი იყო და პასუხი როგორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ანუ იქ დაისვა რუბიოს მხრიდან კითხვა, რომ ჩვენ უნდა გამოვერკვეთ, რომ გვჭირდება ანტიამერიკული მთავრობები ჩვენი პარტნიორების სახით, თუ არა, ანუ ეგ კონტექსტი იყო, ხა ციტირებას არ ვახდენ, მაგრამ ეგ იყო რა, ანუ თუ არა, მაშინ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ადგილზე გავიგოთ რა ხდება, ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან ავიღოთ ინფორმაცია. ანუ ეგ მერე უკვე ბმაში არის თუ დავაკვირდებით, აი რუბიოს თუნდაც ეგ განცხადება, რომ ადგილზე უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია, ძალიან კარგად ებმის შემდეგ განვითარებულ პროცესს, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ თურმე აი ამ განცხადების კვალდაკვალ ელჩი დაევალა რომ შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს და ამაზე იღებს უარს. აი მანდ მინდა რომ ერთ მნიშვნელოვან დეტალს დავაკვირდეთ, რატომ გამოთქვამს ელჩის სურვილს რომ შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს და არა პირობითად ირაკლი კობახიძეს რა. რომელიც როგორც გაირკვა, უკვე ბიძინა ივანიშვილის წერილიდან, რომელსაც შევეხებით მომდევნო ნაწილში, ქონდა ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება, რომ მოდი მე არ შეხვდები და შეხვდი ირაკლი კობახიძეს, მაგრამ იქიდან იყო უარი ამაზე, რომ არა, მათი მიზანი და ამოცანა იყო ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. რატომ არ უნდა შეხვდე მაგ შემთხვევაში, თუ ლეგიტიმურად თვლი შენ ქვეყნის პირველ პირს მოწყობის მიხედვით თუ შევხედავთ პრემიერ-მინისტრს, ხომ? არა. აქ ძალიან მარტივად ჩანს, რომ ვინც წვეთს აქ ამბავს პიროვნულად მათთან უნდათ ურთიერთობის გარკვევა. და გზავნილის გადაცემა. და რა დაუბრუნდეთ მაშინ ახლა თანდათან რა იყო ეს გზავნილი და ამის დემონსტრირებისთვის კარგი იქნება ალბათ თავად რუბიოს განცხადების მოშველიება, რომელიც 26 მაისს გავრცელდა. რუბიომდე შევახსენებ მაყურებელს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, როცა გამოაქვეყნა განცხადება, რომ მათ უნდათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, მაგრამ ამაზე უარი მიიღეს, ამას წინ უძღოდა ის, რომ ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ დანიგანი 26 მაისის ცერემონიაზე ვერ მოვიდა, ძალიანაც უნდოდა მოსვლა, მაგრამ Deep State-მა არ მისცა ამის უფლება და მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი ამის საპირწონე პასუხი იყო ის, რომ სად არ მოვედი, თვითონ არ მიღებ, როცა შეხვედრას. მე მგონი ეგ კარგად დაამუღამეს, რომ ანუ არ უნდა დარჩნენ ქართული ოცნების კომუნიკაციის იმედად და თვითონ საელჩო ამ პრაქტიკას მიმართავს, რომ ნებისმიერი თქვათ ქმედების თუ შეხვედრის თუ ასე შემდეგ ამ ფაქტებთან დაკავშირებით თავად ავრცელებენ ხოლმე ინფორმაციას, ესაც მიანიშნებს იმაზე, რომ არენდობიან ცხადია, ხო? და რა ინტერპრეტაციებს აქვს მუდმივად ადგილი. რაც შეეხება 26 მაისის მილოცვებს, ეს ძალიან ფართოდ განხილვადი ამბავი იყო, რომ რამდენიმე თუ არ ვცდები, მხოლოდ უნგრეთის რაღაცა მაღალ ჩინოსანმა მოულოცა ქართულ ოცნებას 26 მაისი, დანარჩენ შემთხვევაში ხაზგასმით ყველას გზავნილში ესმოდა ქართველი ხალხი, მათ შორის რუბიოს განცხადებაშიც, რომელიც 26-ში დილითვე გავრცელდა და დილითვე მივიღეთ, უცებ წავიკითხავ ამას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვილოცავ ქართულ ხალხს ამ ეროვნულ დღეს. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა შენდებოდა საერთო ღირებულებებზე, დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვისკენ. ამ დღეს ჩვენ ავღნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული, ერთგულება, თავისუფლებისა და დემოკრატიულობის მიმართ შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ. ოკეი. არსად არ ჩანს აქ ქვეყნის პირველი პირები. იმის გარდა რომ რაღაც კონკრეტული ადრესატები არ არის დასახელებული, აქ ძალიან ცხადად ჩანს
რომ ხალხს ეუბნებიან რომ ჩვენ ერთგული ვართ თქვენი მისწრაფებების, ხო? ანუ ეს არის მთელი გზავნილი, იქ საუბარია გამძლეობაზე, ხალხის თავგანწირვაზე, სურვილზე, რომ დემოკრატიული საზოგადოება შექმნას და დემოკრატიულად განავითაროს ქვეყანა, ხო? ანუ გზავნილი რა არის ამ შემთხვევაში? ანუ მოდი ვიმსჯელოთ რა უნდა ანუ აქედან გამომდინარე რა უნდა გადაეცა ელჩდანიგანს ბიძინა ივანიშვილისთვის. მათ ის რაც არაერთხელ უთქვამთ ამ განცხადების გარდა, რომ ისინი განიხილავენ ურთიერთობების ბრჭყალებში გადატვირთვას და ახალი ეტაპის დაწყებას კონკრეტულ მოცემულობაში, როდესაც მათი მხრიდან ანტიდემოკრატიულად შეფასებული კანონპროექტები იქნება უკან გაწვეული, ეს ერთი და მათი მხრიდან კითხვის ნიშნები რომელ არჩევნებსაც დაესვა, აი ეს კითხვის ნიშნები იქნება გაბათილებული და შესაბამისად არაერთხელ მოგვისმენია და წაგვიკითხავს მოწოდება დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ხო? ანუ გამოდის რომ ელჩს ისევ უნდა ეთქვა ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ კი ბატონო, თქვენი წერილები ვნახეთ, თქვენი მზაობა დავინახეთ და თუ მართლა გინდათ ურთიერთობის გადატვირთვა, მოდით ვილაპარაკოთ გამოსავალზე, ჩვენი პოზიცია, ანუ ამ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია, რუბიოს პოზიცია არის ასეთი. ჩვენ ერთგული ვრჩებით პრინციპების და მოდით ვილაპარაკოთ სიტუაციიდან გამოსვლას. ამაზე პირდაპირ უარის თქმა არ უნდათ, ხო? ანუ მათ ხომ უნდა დარჩეთ მუდმივად სალაპარაკოთ, რომ აი ჩვენ ღია ვართ თუ მზად ვართ. თუ ღია ხარ და მზად ხარ, რატომ არ ხვდები და რატომ არ მიყვები ამ თანამშრომლობაში, ხო? არა, აქ რაღაც ახალი რაც მანევრი იქნა გამოყენებული, თითქოს ბიძინა ივანიშვილი არის დისტანცირებული პროცესიდან, თითქოს მას პირადი საკითხებიდან გამომდინარე რაღაც გავლენის ქვეშ არ უნდა რომ იმოქმედოს და მოდი აი ირაკლი კობახიძეს შეხვდით, რაღაცა ბურთი გადააგდეს ამ შემთხვევაში კობახიძის მხარეს, ხო? ამის გაგრძელება საინტერესო არის თავად ბიძინა ივანიშვილის წერილში, რომელიც მოუწია რომ გაევრცელებინა. და ნუ დავიწყოთ თანდათან წერილის და ბიძინას წერილამდე მაინც ქრონოლოგიურად რადგან მივყვებით 27-ში უკვე გახდა ცნობილი რომ მიხეილ ყაველაშვილს მიწერა ტრამპმა, სადაც შაბლონური ტექსტია, რომ ჩვენი ადმინისტრაცია ერთგულია განმარტოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები, სამომავლოდ ველოდებით ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. გულითად ულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს. ეს არის ძალიან შაბლონური ტექსტი და რა ვიცი, დონალდ ტრამპს თავის ხელით ეს წერილი რა თქმა უნდა არ დაუწერია და ყაველაშვილის მეილზე არ გაუგზავნა. ანუ ეგაც ნორმალურია რა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ანუ ვიღაცა, ანუ არ მგონია რომ ეს რაღაც განსაკუთრებული ზარზეიმის საფუძველი ყოფილიყო, ჩემთვის ეგ მარტო ერთ რამეს მიანიშნებს, რომ იმდენად პანიკაში არიან, რომ ნებისმიერ ამბავზე ასე რეაგირებენ. იმდენად საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ანუ შეერთებულ შტატებს რაღაც მტრულ სახელმწიფოდ არ გამოუცხადებია საქართველოს და საერთოდ არ არის გასაკვირი რომ უგზავნის მისალოც წერილს იმას ვინც არის. სხვა საკითხია ის მოწონს თუ არა ვინც არის და როგორ უყურებენ ლეგიტიმაციას და ასე შემდეგ. საელჩოს წერილზე რა დრო აღარ დავკარგოთ, ძალიან მარტივია რომ საელჩომ გამოქვეყნა დღეს წერილი, სადაც ორ ენაზე წერია რომ 22-ში ითხოვეს შეხვედრა, რაზეც მიიღეს უარი და მათ ზუსტად ამ ურთიერთობის გადატვირთვაზე სურდათ საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ მიიღეს უარი. სწორედ ამის შემდეგ უკვე ბიძინა ივანიშვილმა გამოსცა სწორი სიტყვა, გამოსცა. ხო, ბიძინა ივანიშვილმა გავრცელა განცხადება, სადაც საუბარია ბევრ რამეზე. მოდი, აი ვიდრე მან წერილზე მივალთ რაღაცის თქვა მინდოდა. მიდი. ტრამპის პოლიტიკასთან და ქცევასთან დაკავშირებით, რასაც ვაკვირდებით ბოლო პერიოდში. მოდი, შედარებისთვის ავიღოთ რუსეთთან ურთიერთობა. რამდენი განცხადება გახსენდება თუნდაც ტრამპის, თუ მისი სხვა წარმომადგენლების, სადაც რუსეთს, პუტინს ისინი პირდაპირ აქებდნენ. და ძალიან კი არა ვიზიტები ვნახეთ, ხო? ეხლა სტივ ვიტკოფი იყო ჩასული მოსკოვში ორჯერ და შეხვედრები და ასე შემდეგ, მაგრამ ამის ფონზე რა ხდება? ანუ ბევრისთვის დამაბნეველი იყო ტრამპის ეგეთი მიდგომა რა, მაგრამ თანდათან რაღაც ლოგიკას პოულობ მაგ ამბავში, რომ
ის ცდილობს, რომ ესე პოზიციონირებს, რომ მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის, მე ვარ მზად საუბრისთვის, მე ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ რაღაცა პროცესები, რაღაც ურთიერთ კრიზისები დავალაგო, ასე ვთქვათ. და საბოლოოდ თან განწყობებს ცვლის რა. ნახე, აი რუსეთში მაგალითად ტრამპის აი ამ ტიპის გზავნილების შემდეგ შტატების მიმართ განწყობები შეიცვალა. ხალხი უკვე ამაზე რეაგირებს. თვითონ მათაც ანუ კრემლის რეჟიმსაც მოუწია რეაგირება ამ ყველაფერზე და დაიწყეს რაღაცა კარგ ტონში ლაპარაკი. ანუ დღესაც ხო საუბრობდით მაგაზე რა, რომ აი იგივე დუგინის განცხადებას რო ვკითხულობდით, რომ აი ნახე შტატებში კი არა, ეხა სხვაგან არის პრობლემა, ანუ ისევ deep state-ზე წავიდნენ ისინიც. ტრამპი ცდილობს რომ რაღაცნაირად მტრისხატი გააქროს რა ამ ხალხში და აი ანალოგიას რო დაუბრუნდეთ, ამ შემთხვევაში რაღაც აი დაახლოებით ეგეთი მეთოდი მეჩვენება რა, რომ თუნდაც ის რომ აი მე ვთავაზობ, მოდი ვისაუბროთ, ასე შემდეგ აი ესეთი ტიპის მიდგომა, ამ აქაც დაბნეულობას იწვევს რა, ანუ ვერ ხვდებიან ხოლმე ხან deep state, ხან იმაში რა ქვია, ტრამპის ადმინისტრაციაში არის deep state ჩაბუდებული, ხან არ არის, ხან კარგად ებრძვის, ხან ცუდად ებრძვის და მგონია რომ ეგ ტაქტიკა, აი ტრამპის ეგ მიდგომა რაღაცნაირად მუშაობს საკმაოდ კარგად, მინიმუმ აი დაბნეულობას იწვევს ამ ხალხში, მგონია რომ კარგად ტესტავს განწყობებს, შეცდომებს აშობინებს აი ამის კვალდაკვალ, იმიტომ რომ მარტო ბოლო 2-3 დღის განცხადებები რომ აიღოთ, აი მარტო კობახიძის და რა ვიცი ვინმე 1-2-ის კიდევ ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაც გამოჩნდება რა. ერთ დღეს ყველაფერი კარგად არის დაალაგებული აქვს, მეორე დღეს უითურმე არა deep state-ს ვერ ერევა ტრამპის ადმინისტრაცია და აბავნახოთ რა იქნება, მაგრამ რაღაც პატარა ხიდებს მაინც იტოვებენ ხოლმე, მაგრამ არ ვიცი მე ახლა იმ ხიდებს რომლის დატოვებასაც ცდილობენ, რამდენად დარჩება, მას შემდეგ რაც აი ეს ამბავი გავიგეთ რა, ნუ რომ ბიძინა ივანიშვილმა თავადაც თქვა, რომ მე უარი ვთქვი ელჩთან შეხვედრაზე და საუბარზე. კარგი, წავიკითხოთ მაშინ, ძალიან დიდი პატივია, რომ ბიძინას წერილის საკითხვა ვერ გოცილად. დღეს გავრცელდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მომესმინა. ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული. ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა შეხვედრაზე უარი განვაცხადე. ერთი წამი გაჩერდი, ანუ გამოდის რომ კობახიძის ის განცხადება, სადაც ამბობდა, რომ deep state-ის გავლენით არ მოვიდა შეერთებული შტატების ელჩი 26 მაისს აღლუმზე ნიშნავს რომ deep state ძლავრობს კვლავ და ხო რუბიო გამოდის რუბიო ეგრე გამოდის რა იმიტომ რომ იმის გზავნილი არ მიიღო ეგრე გამოვიდა ამერიკულ მხარესთან შეხვედრაზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განმარტე და ის კვლავაც უცვლელია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში, სადაც ბატონ ობრაიანსაც უთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა, შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განუმარტე. წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ ფორმალური სანქციები. და აქ არის არაფორმალური სანქციები განმარტებული, რას გულისხმობს. ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული. ეს ის ცნობილი ფულია, რომელსაც მე თუ მკითხავ, ქვეყანაა გადაყოლებული. კი, მოდი მაგაზე გავჩერდეთ არგინა. გახსოვს წინას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც ელჩთან შეხვედრაზე საუბრობდა. მზად რო იყო შესახვედრად. ხო. არა, ჯერ ერთი იყო, სადაც ამბობდა, რომ მე ანუ უარს ვამბობ, ხო? იმიტომ რომ აი ამ მიზეზს ასახელებდა სწორედ რასაც იგივე ფინანსების ამბავი. ჩემი პირადი ინტერესების გამო არ მინდოდაო, რომ კომპლექსი გამჩენოდაო. აი ზუსტად ეგ გაიმეორა აქაც რა. და მაშინაც და ახლაც, რა ვიცი, ჩემთვის ეგ ყველაფერი ამას ნიშნავს, რომ
ჯერ მარტივად გამამარტივოთ რა, ნახე. მე ფული მაქვს ასაღები. ფული მე მაქვს დამიბრუნეთ დავა. და მე დავილაპარაკო. ფული დამიბრუნდეს და მე კი ბატონო ვილაპარაკოთ. კი, ნამდვილად. და თუ ვამბობთ რომ მე არ მინდა რომ ჩემი რაღაც პირადი ბიზნეს ინტერესების გამო კომპლექსის ქვეშ მოვექცე და ჩავერთო ამ ფორმით საუბარში. როცა არ ერთვები და ამ შენი პირადი ინტერესების გამო ქვეყნებს შორის დიალოგს შლი ფაქტობრივად და ეს გამოჩნდა რომ ჩაშალა. ეს არ არის პირადი ინტერესების გამო არ მონაწილეობა პროცესის დაზიანება. თუ ადამიანი გვასაღებს ამბავს ასე რომ მე არ მინდა რომ კომპლექსი ვიქონიო თუნდაც აიში გუნდის შიგნით და საზოგადოებაში და რაღაცა რომ ჩემი ინტერესებით გამო მეტი გადაწყვეტა რა გინდა შტატებთან ურთიერთობა არის დაპაუზებული, დაპაუზებული არა, სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმება მოყვა. აი ამ შექმნილ ჩიხს და ამ ურთიერთობის ჩიხის გარდა კიდევ ამის ფუნდამენტი რა იყო იმას ხო? ვექტორის ცვლილებას შტატებისთვის მიუღებელ რეჟიმებთან ურთიერთობებს, ჩინეთი, ირანი და მთელი ეს ამბავი, რაზეც გაჩნდა კითხვები, თანდათან დისტანცირდა ეს ურთიერთობები და შემდეგ აღმოჩნდა ისე, რომ საბოლოოდ გაუქმდა ეს ურთიერთობები. ახლა საუბარი არის იმაზე, რომ აღვადგინოთ მანამდეც თუნდაც არჩევნებამდე მე მახსოვს მე ელჩის ასევე ინტერვიუ, სადაც ის ამ რადიო თავისუფლებას ჰქონდა თუ არ ვცდები, სადაც ის ამბობდა რომ რატომ არჩევნების მერე, აი ბიზნეს ინტერვიუს პასუხად ამბობდა, რატომ არჩევნების მერე, მოდი დღესვე შევხვდეთ და ვილაპარაკოთ. არ გახსოვს ეგ ინტერვიუ და მახსოვს. პასუხი რა გამოდის, რომ იქიდან იყო მზაობა, ახლაც იქიდან იყო მზაობა და შეთავაზება, ოღონდ კონკრეტული პოზიციით და აქედან ადამიანი რომ ამბობს ამაზე უარს, გამოდის რომ იმ პოზიციაზე ამბობს უარს, ხადია, რა შეიძლებოდა ეგ სასამართლო დავები რო არ ქონოდა? ხო. დაუშვათ და არ არსებობს რა, ეგ ფულთან დაკავშირებული დავები, ხო? მაგ შემთხვევაში ხო მივიდოდა და დაждდებოდა და რა დაждდებოდა და დაელაპარაკებოდა იმაზე რომ არჩევნები ჩავატაროთ ხელახლა თუ ის კანონებს გააუქმებდა. არა, მე მგონი აქამდე არც მივიდოდით. ბიძინა ივანიშვილს იმავე ინტერვიუში რაც შენ თქვი, აქვს ნათქვამი რომ აქვს ეს ფულის კომპლექსი. ხო. და შესაბამისად მისი გადაწყვეტილებები ჯერ არის ფული და მერე აქვს სხვა ყველაფერი. არა, ეგ აბსოლუტურად არ არის ეს გადაჭარბებული ნათქვამი, რა მთელი ეს წერილი ამ ხელა ტექსტი ემსახურება იმის წარმოჩენას, რომ თითქოს მას ფული არ აინტერესებს. ამ დროს ძალიან საქმეც იმაშია რომ ბევრს ჯერა ამის. ხო, რა ვიცი, ხა ჩვეულებრივი რაღაცა მაფიოზური ის არის საუბარი, რომ ფული დამიბრუნეთ, 400 მილიონზეა თუ არ ვცდები ლაპარაკი. ხუმრობდით კიდევაც, რომ ამ ფულზე თუ გადააყოლა ქვეყანა აუგროვოთ, თქო, ხუმრობის დონეზეც კი ვამბობთ ამას. კაცი ამბობს ფული დამიბრუნეთ და შეიძლება მე საერთოდაც წავიდეს. კაცმა არის ის რას იზამს რა, აი ფულზე აქვს. ხო, ამ ფულს კიდე დაემატა ახალ სანქციები. ნუ ეხლა რა თქმა უნდა უკვე როგორც თვითონ ამბობს მაშინაც ამბობდა მეო დასანქცირებული ვარ, როცა არის. არაფორმალურად და ეხლა ამას ამბობს რომ მაშინ არაფორმალურად ვიყავი და ახლა უკვე ფორმალურად ვარ დასანქცირებული. ამბობ ამ სიტყვას ფორმალურად დასანქცირებული. კარგი, ხო და ყველაფერთან ერთად ბიძინა ამ ყველაფერს უწოდებს შანტაჟს. ამ ფულით თამაშს, ხო? მაშინაც მაშანტაჟებდნენ და ახლაც მაშანტაჟებენო და ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასე დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება თუნდაც განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არამხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ 2022 წელს, როდესაც სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე. აი აქ ისეთი ეგოცენტრული ორი აბზაცი წავიკითხე, რომ თითქოს არაფერს თითქოს გაჭწეულია, რომ სახელმწიფოს ინტერესები არ დავაზიანო და აი ყველა წინადადება სტროფებს შორის რომ წაიკითხო არის, რომ მხოლოდ მის ინტერესებზეა საუბარი სინამდვილეში. კი ბატონო. მხოლოდ მისი ინტერესებია. გავიხსენებ იმასაც, რომ გინდოდა რამე თუ გავაგრძელოთ.
ხო არა იგივე რა იგივეა ეს რომ ანუ თითქოს რაღაცა თავის ინტერესები არაფრად უღირს, თავისი ფული არაფრად უღირს და არ უნდა რომ რაღაცა ამაზე ერთი კომენტარის გაკეთება მინდოდა რა. ხალხო, აგერ ზელენსკი მზად არის რომ პუტინს შეხვდეს. ხალხს მე-4 წელია ომი აქვს და ეს კაცი ამბობს რომ მე არ მეშინია, მე მაგ ჩემი პოზიცია და მზად ვარ რომ პუტინს დაუჯდე ერთ-ერთზე და ეპატიჟებოდა და ისიც არ ჩავიდა, ხო, პუტინი. ანუ რა პირადი კომპლექსი და რა ჩემი ხალხმა არ მინდა რომ იფიქროს რა შუაშია საერთოდ სახელმწიფოებს შორის. არა, თან ორივე მხარისთვის მომგებიანი განცდისით შეიძლებაო და ეგრეც არ მაწყობსო. არ მაწყობსო. მაგის კომპლექსიც მაქონდა. რა უნდა ვიყო? ანუ ორივე მხარისთვის მომგებიანში რა იგულისხმება, მე მგონია რომ ფული დაიბრუნოს და არჩევნები დანიშნოს. არჩევნები ხო არც ეგ არაწყობს. იმიტომ რომ არჩევნები არ აწყობს. იმიტომ რომ ეგ არაწყობს სწორედ, ხო? ხო, მე მგონი ამ ფულით, არა, არც დამიშვია რომ ვინმე აშანტაჟებს, მაგრამ თვითონ როგორ აი ხო, ანუ ეგ როგორც ჩოთავს, როგორც ეგ ამბავი არის მოჩოთილი, მაგვარი ხო, ქვეტექსტი ეგ არის რა, რომ ანუ არჩევნებს მაინც არ დავნიშნა. ხო, რაც არ უნდა რომ დავივაგოთ ფული, ანუ მეტი რცხადად რანაირად შეიძლება მეტი უნდა. გავიხსენებ იმასაც, რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავიდანვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა შეხვედრა ჯერ რამდენჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა. იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა. რამე თუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. ეს ფრაზა მინდა რომ ხაზგასმით თქვათ. ანუ მოიცა როგორო მათ ისინი რასაც მეტყოდნენ ფულს იქ დავხარჯავდი, იმიტომ რომ ფული არც მანამდე და არც ახლა ჩემი მთავარი ინტერესსაგანი არ არისო. მაგარი არ ვიცი რა ესე მე დაუშვათ და ეგრე მომხდარიყო, მე რა მოხდებოდა აბა მე იქნებოდა ესეთი ლაპარაკი რომ აი მიგვითითებენ პირდაპირ ფული ბიძინა ივანიშვილი იყო მზად რომ საკუთარი ფული Deep State-ის დავალებით დაეხარჯა. და მე ანუ უცხოური გავლენის აგენტი უნდა და რა გამხდარიყო. მოდი ეს კანონი იმოქმედებდა. უნდა არა, ნახე, აი თანახმა იყო რომ გამხდარიყო პროცესორი ფორმულირება გამო. ანუ მზად ხო. ხო, ანუ თავარიათო. კეუნე პარას კანონით იჭერენ ბოლოს ბიძინა ივანიშვილს. აგერ მე და აგერ შენ ეს მე ამბავს. რომ მოხდება ეგ ამბავი. მინდა რომ თქვა რომ ვიცი რა წარმეწყველეთ. მოიცად. მკაფიოდ განმარტე რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილებების მიღებისას. კობახიძე არ არის დასანქცირებული? არა. მეგობარ აქტში არ არის? მეგობარ აქტში არის. ჯერ არ არის დასანქცირებული, ხო იბოდი. ენა მიყივლა. შეიძლება მათ თქვან, რომ მე როგორც მართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილების მიღება. არა, ეხა იტყვის ხო? ანუ შეიძლება მათ თქვანო, თუმცა ამასთან დაკავშირებით მინდა დაგარწმუნოთ, რომ მართლ პარტიაში არც ერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიმიღია გუნდის დამით. დარწმუნდი? მოდი, აბა შეეცადე რომ დარწმუნდე და ისე წაიგიხე. ანუ მინდა დაგარწმუნოთ.
არც ერთი პრინციპული კიდე წაკითხოს მე მგონი იმსახურებს ამით. არც ერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება. მინდა დაგარწმუნოთ რატო გამომიყვა. თავიდან მინდა დაგარწმუნოთ, რომ მართლ პარტიაში არც ერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი. და ბოლოს იმედი მაქვს ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. კონკრეტული გზამკვლევით განახლება საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. მეტი რეალური დაინტერესება რა გინდა ახლა მთლად ბიძინა ივანიშვილთან უნდა და შეხვედრა და პირადად გადაცემა ის, მაგრამ ხო ნუ რა ვიცი რა უნდა ვთქვათ რა იგივე ალბათ რომ ესენი სანამ არ იტყვიან რომ ეხლა დავწმუდით რომ სწორი ინტერესები აქვს თუ არ შეხვდებიან. ხო ანუ მოდი ვილაპარაკოთ ახლა ჩვენ პერსპექტივაზე. რა გრჩება აი ამ ყველაფრით, ხო? ანუ ფაქტი ერთია რომ უარის ჩიხია. რაღაცა ცოტა ბუნდოვანი თითქოს იმის განმარტება არის რომ აი რაღაცა ხიდი რჩება და მოდი აი კობახიძეს ელაპარაკეთ. ძალიან ცხადად ჩანს მეორე მხარეს რომ შტატების ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი და ისინი არ აღიარებენ. ანუ ეს ჩემთვის აი ამ წერილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ეს ლეგიტიმაციის საკითხი აბსოლუტურად ცხადი გახდა. ისინი ანუ არ აღიარებენ იქ სხვათა შორის ფოპიტებს ეძახიან ხოლმე სენატორები, მაგრამ ნუ ეგ გამოჩნდა რა, ხო? ანუ ეს მათი პოლიტიკა ვრცელდება უკვე ადმინისტრაციაზეც, ხო? ეს არ არის რაღაც რიგითი დეპუტატების თუნდაც ჯო ვილსონის განცხადება, ანუ ეს ჩანს. ამ გადაწყვეტილებაში ეს ცალსახად ჩანს. მათი ინტერესი არის რომ შეხვდნენ და პირადად ბიძინა ივანიშვილთან გაიარონ ეს საკითხი და აქედან გამოჩნდა რომ ჩემთვის ორ მხრივად თუნდაც სასარგებლო შეთანხმების შემთხვევაშიც კი მე ამაზე წამსვლელი არ ვარო ადამიანი ამბობს არ მინდა კაცო თქვენთან ურთიერთობა. ხო ანუ რა რჩება მაშინ პერსპექტივაში რომ ამბობს რომ თქვენთან ურთიერთობა არ მინდა რაც არ უნდა ესნახა დამიბრუნოთ. ნუ კაც მარიც ისე გრო მაგრამ ასე ამბობს ხო? ერთი ამას ამბობს, მეორე ამბობს რომ სანამ ქართული ოცნება არ აღიარებს რომ ამერიკას გულწრფელი ინტერესები აქვს შენთან, მანამ არ შეხვდება. რეალური ურთიერთობა. ანუ ამათმა უნდა გადაწყვიტონ. მიხვდი იმას, მაგრამ ეხვეწნონ, ვერსიები შესთავაზონ და ბიძინამ და ირაკლი რეალურია თუ არა ურთიერთობად და ასე შემდეგ პარტიაში განიხილონ. პრინციპული საკითხი. კი, მე ეს დინარაძე შალვა ყველა თავის იმას რომ იტყვის რომ კი ეხლა მზად ვართ შეხვედრისთვის, მე შეხვდება ისიც ირაკლი კობახიძე. ანუ არასერიოზული დამოკიდებულება. ღია წერილს უძღვნიდე ტრამპს და გეხვეწები პასუხი გამეცი, თუნდაც რა ვიცი დამილაიქეო ეხვეწებოდე და რუბიო პასუხს გცემს და შენთან შეხვედრა უნდა და არ ხვდები. სიგიჟეა ხო? მაშინ ამ წერილს რა ფასი ქონდა? აბსოლუტურად არაგულწრფელია. ეგ ყველაფერი ჩვენ ხო გავარჩიეთ მანამდეც რა წინა ეპიზოდში კობახიძის წერილიც და ანუ ეს არის თავიდან ბოლომდე თავისი მხარდამჭერებისთვის ილუზიების შექმნა. და რაღაც შეგულიანება. აი ჩვენ ვცდილობთ დაალაგებას. ამას რა მოყვება ხო უკვე ვიცით და შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ, გამოვლენა ხა ჩამოდგებიან ამბანის მიხედვით ყველა და იტყვის რომ აი ბიძინა ივანიშვილი პრინციპული ეროვნული კაცია და ის არაფრის ფასად არ გაცვლის სახელმწიფო ინტერესებს. აი იგივე იქნება რა რაც ნახეთ ახლა ვიღაცები პოსტებს დადებენ მადლობა რაღაც როგორ წერდნენ ხოლმე მადლობა პრინციპულობისთვის თუ ხო მადლობა პირადად ირაკლის რო უწერდნენ არა ბიძინა ივანიშვილს ხო უხდიდნენ ხოლმე ესე მადლობებს პოსტებს გავრცელდა კი ხო და ეხლა იქნება იგივე და საბოლოოდ ანუ რისი თქმა მინდა იცითათო რომ მე არანაირად არ მჯერა რომ ამ ხალხის გულწრფელი სურვილი არის ვინმესთან ურთიერთობის დაალაგება ანუ აბსურდია ჩემთვის რა ურთიერთობის დაალაგების სურვილი რომ მქონდეს რატო ავრევდი მანამდე ანუ ძალიან მარტივი ეს თეთრი ფურცელი წინაზეც ხო თქვით ამათი ბრალია ხო ვინ გააჭუჭყიანა ის წინა ფურცელი ახალი ფურცლიდან რომ გინდა დაწყება ხო ანუ რა გინდოდა მშვენიერი ურთიერთობა გქონდა სტრატეგიული პარტნიორი იყავი
და რა მოიგონე მითები რომ აი თურმე შტატები deep state-ი ომში ჩართვას გაიძულებდა და ამის დამადასტურებელი არაფერი არ გვინახავს ხო? ხო და აქამდე ძალიან ნიშანდობლივი იყო რომ როცა ამერიკის ადმინისტრაციაზე ლაპარაკობდნენ ესე ყოველთვის განყენებულად იყო ხოლმე ხო და აი ჯონ ვილსონს ურტყავდნენ ხან ლობის ეძახდნენ რომ აი ფული $1000 ხო პოსტებს ადებინებს თუ რაღაცა ჯერ $1000 თვითონ რატო ვერ იშოვა მაშინ ბიძინევანიშვილა მაგრამ კაი ოკეი გავიაროთ ეგ ამბავი და მე მგონია რომ კობახიძე და ქართული ოცნება თუ ასე გუნდურად მუშაობენ არ ელოდნენ იქიდან რაღაცნაირ პასუხს და ეს დიპლომატიური ხაზი რაც ამერიკას უჭირავს რომ კი შაბლონურ ტექსტსაც მოგწერ 26 მაისს გინდა შეხვედრა შევხვდეთ მომიძღვენი წერილია გერკაცო ელჩი იმიტომ მყავს ქვეყანაში რომ იმიტომ კი არა რომ 26 მაისის მარშები ჩაიბაროს იმიტომ რომ შენ რომ რაღაც გზავნილი გინდა რომ გადმოგცე გზავნილისთვის ვაკეთებ ხო ამ ყველაფერს ანუ ამისთვის მყავს დანიგანი საქართველოს და მე მანდ იგივე რუსეთთან პარალელს ხედავ ამ შემთხვევაში აი ზუსტად მანდ რასაც ამბობ იქაც ხო იგივე რაც ვთქვი ხო ანუ გინდა დიალოგი მე ჩამოვა მე ხო ანუ ჩვენ მზადვართ გამოგიგზავნი გინდა ომის შეწყვეტა ხო ამბობ ამას სიტყვით რომ ვითომ ხო მოდი მე შევხვდები, მოდი თურქეთში შევხვდეთ, მოდი რაღაც საუდის არაბეთში შევხვდეთ, მოდი რა ვიცი სადღაც. ყველა ფორმატზე მიყვები, ამათაც ეგრე გამოსდით რა, ანუ ამათაც ეუბნებიან. ოკეი, მე ჩემი პრინციპები იცი, ჩემი დამოკიდებულება იცი არჩევნებზე, კანონებზე. მოდი ახლა ვილაპარაკოთ. კაი, მე მოგილოცე, კაი, მე ელჩი გამოგი, ხო, ნუ რასაც შეიძლება, ანუ იდენტური პრინციპი. მაგრამ აქედან როგორც რუსეთი, როგორც არც პუტინი მიდის შეხვედრაზე და რაღაცა მოადგილემდე დაყავს ხოლმე, ხო, ეს შეხვედრა. მოდელი იგივეა. ხო, აქაც იგივეა, ის ითხოვს ბიძინასთან შეხვედრას და ეს თავაზობს კობახიძეს, რაღაც, ანუ იმისთვის რომ ქვეყანაში რაღაც დაასტაბილუროს, აღადგინოს, ამის მზაობა ქართულ ოცნებას არ აქვს, რაც არ უნდა საოცარი წერილები წეროს, რა ქვია, კობახიძემ და შათიძიშვილმა. ხო და არ ვიცი, ქართული ოცნების მხარდამჭერები რას იფიქრებენ ახლა ამ შემთხვევაში, რომ კაცი გეუბნება. ეხლა ცოტა ხანში რუბიოზეც გააკეთებენ. ხო, კაცი იძახის, რომ მე პირადი საკითხები არ მაქვს გადაწყვეტილი, მე დავები მაქვს, მე სანქციები დამიწესე, აქედან გამომდინარე მე ქვეყნის კურსზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარს არ ვაპირებ. ვიდრე ეს საკითხები არ მოგვარდება. ანუ მართლა ვერ ხვდები? ვერ ხვდები ამას რომ მძევლად არის ეს ამ სიტუაციის მძევალია ეს ყველაფერი ესე ამ საუბრით თორე სხვა საკითხია რეალურად რა ხდება. ანუ ამ ვერსიით ხო გამოდის რომ მისი ფულის მძევალია ეს ყველაფერი. თან იცი რას ვერ ხვდები? ანუ მართლა გულწრფელად მაინტერესებს ვიღაცა ვინც ამ დრომდე ქართული ოცნების სამომრჩეველია რომ წაიკითხა და წერია რომ ფული რომც დამიბრუნონ მაინც არ ვაპირებ შეთანხმების მიღწევას ანუ ეგრე სიტყვით არ წერია, მაგრამ ეგ იგულისხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეთანხმება მაინც მე კომპლექსი რა კომპლექსი ანუ იძახი რომ ფულით მაშანტაჟებენო ამ ჩემ ფულს არ მიბრუნებენ ამით უნდათ რომ მაშანტაჟონო და თან იქვე ამბობ რომ მოგვარდეს ეს პრობლემა მაინც არ აპირებ ჩემ ან მაინც არ ვაპირებ შენთან ლაპარაკს და რას ნიშნავს რა ფეხების ბაკუნია ვის უბაკუნება ამ ფეხებს ხო არ ვიცი ხალხო ნუ ჩემთვის ძალიან გასაგებია დიდი ხანია ყველაფერი მაგრამ მაინც აი ამ წერილებმა და ამ ერთი კვირის ამბებმა ძალიან კარგად გამოაჩინა რაც ხდება არავისთან არაფრის დაალაგება არც სურს და არც შეუძლიათ და შეუძლებელია იმიტომ რომ ეხა რაც არ უნდა ილაპარაკონ რომ აი ჩვენო ღირებულებითი ერთობა გვაქვსო ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საკუთარი პოლიტიკა და ამ ხაზს ყოველთვის მიყვება და მათი პოლიტიკა რეგიონში არ შეცვლილა არანაირად არა ხანუ ამერიკას როგორ წარმოუდგენიათ რეგიონი მათთვის არის იყო და არის საინტერესო და თუ აქ დასაყრდენზეა საუბარი მათ ჭირდებათ დემოკრატიული ქვეყნის განვითარება რომელიც ეყოლებათ როგორც პარტნიორი და დასაყრდენი და ეხა ანუ აქ წინააღმდეგობაში როდესაც მოდის ინტერესები და შენ რაღაც სხვა თამაშს თამაშობ სხვა კლუბის სხვა წევრებთან ერთად ვერ იქნება თანხმედრაში და ვერ გეურთიერთება ესე რა, ანუ ძალიან მარტივია ჩემთვის ეს ყველაფერი.
რა ვიცი, ვინც ვერ ხვდება ამ ერთი შეხედვით ბუნდოვან წერილებში რაღაც საკვანძო ფრაზებს თუ დავაკვირდებით, ყველაფერი ძალიან ხელის გულზე არის. ხო, ელისო ჯარიაშვილს ეწერა სტატუსი, რომ მოკლედ მოგიყვებითო რა წერიაო ბიზნესის განცხადებაშიო. მე, ფული, კომპლექსი. ანუ ეს იყო მეტი არაფერი. საერთოდ მეტი არაფერი. ხო, არ ვიცი, მე ეხა აღარაფერს ისეც არ ველოდები, ამის მერე ყველაფერი ყველასთვის ალბათ გასაგებია. ალბათ უკვე ამას წესით უნდა მოყვეს მეგობარი აქტის საბოლოო დამტკიცება და მათთვის აუცილებლად ეგრე იქნება. ისევ იმ რუბიოს განცხადების თანმიმდევრობას რომ დაუბრუნდეთ, ხო? ანუ მან თქვა რომ გჭირდება ჩვენა ანტიამერიკული, არ გჭირდება, მოდი გავერკვეთ ადგილზე რა ხდება, ადგილზე გაარკვიეს რაც ხდება, მიიღეს უარი, მათი პრინციპული პოზიცია რომ მათ არ სურთ კობახიძესთან საუბარი და ახლა ანუ ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა ალბათ და ის ბუნდოვანება ვიღაცებისთვის რომ არსებობს თან გაიფანტება წესით, იმიტომ რომ მე მგონია რომ ისინი უკვე მკაფიო ნაბიჯებით დროა რომ ალბათ უპასუხონ და ალბათ უპასუხებენ. მეც მგონია რომ ამის დრო მოვიდა რა, იმიტომ რომ რუბიო აქამდე რაღაც ველოდებოდით რომ რამე ეთქვა და ორი არაჩვეულებრივი გზავნილი მივიღეთ. მხოლოდ რაღაცა ჯო უილსონი და ვიღაც რამდენიმე რესპუბლიკელი არ არის, აქ უკვე ოფიციალურად საელჩოს მხრიდან მიიღებენ ინფორმაციას, რაც ისედაც ცხადია მათთვის და იციან, მაგრამ ეს პოლიტიკური პროცესია და ეს პოლიტიკური პროცესი აქ მთავრდება ჩემი აზრით და შემდეგ ახალი ეტაპი იწყება. ნახოთ. ხო, გაშმაგებულ, რა ვიცი, Deep State-ის ძახილს ველოდები უახლოეს მომავალში. ხო, ტრამპის ადმინისტრაციამ აღმოჩნდება, რომ ახლა მომავალში დადასტურდება, რომ ვერ დაამარცხა Deep State. კი, ეს არის ალბათ საკვანძო, რასაც იტყვიან. და მაგას მე და მაგით ახსნიან, რომ აი გმირია ბიძინა, რომელმაც ინტერესები დაიცვა, ბოლომდე ფულს არ გაიყიდა და არ გავცვლის ალსაკლდებს სხვა ქვეყნის სამართლზე. ეგ იქნება რა და ეგ ნარატივი ჩვენ მიზანი იყო რომ შეგვეფასე რაღაცნაირად შეგვეკრა ეს დეტალები ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა ჩვენი აზრი გითხარით ძალიან დიდი მადლობა რომ თვალს გვადევნებთ და დაგვიკომენტარეთ თქვენ რას ფიქრობთ თუ წაიკითხეთ ბიზნეს წერილი. მადლობა რომ უყურებდით Redline-ის პოდკასტს ბექა პატრაშვილი თათი შარიქაძესთან ერთად გაგვეხარდება თუ გამოგყვებით გამოგვიწერთ დაგვიწერთ კომენტარებს და დაელოდეთ ახალ მნიშვნელოვან ეპიზოდებს. ნახვამდის.